სალამი მეგობრებო, დღეს გვაქვს UFC-ს Fight Night-ი კაპეროივალი, წლის ბოლო ქარდია და მინდა განვიხილო, მოკლედ მინდა განვიხილო ჩხუბები. გვაქვს გიგას კომეინით და საკმაოდ საინტერესო ქარდია, სულ 13 ბრძოლა გვაქვს ამ ქარდზე. თუმცა მინდა მარტო განვიხილო ის ბრძოლები, რომლებიც მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან არც თუ ისე საინტერესო ბრძოლები გვაქვს თავიდან პრელიმებში. პირველი ჩხუბი, პირველი ბრძოლა, რომელიც მაინტერესებს, არის ნილ მაგნი იაროსლავ ამოსოვის წინააღმდეგ. არ ვიცი პრელიმებში რატოა ეს ჩხუბი, სიმართლე ვთქვა. მეინ ქარტში გვაქვს ოლექსეიჩუკი ალმეიდას ჩხუბი, თუნდაც ან არ ვიცი, შარიე კოსტას ჩხუბი გვაქვს მეინში და იაროსლავი მაგნი პრელიმებშია. არ ვიცი რატოა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება, ძალიან მაგარ ორთა ბრძოლას ველი. ამოსოვი ბელატორის ყოფილი ჩემპიონი ველთერვეიტში, საკმაოდ დიდი ჰაიპი ჰქონდა მახსოვს მის გადმოსვლას UFC-ში, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ ვიცი რატო არ გადმოვიდა, არ მისცეს კონტრაქტი, მაგრამ ეხლა ყავს და თავიდანვე აძლევენ ველთერვეიტის gatekeepers ნილ მაგნის 38 წლის ვეტერან მებრძოლს, უამრავი UFC-ს ბრძოლებით, ძალიან დიდი გამოცდილებით და მეგნი ისეთი ტიპია UFC-ში. მეგნის თუ გაცდი, ესე იგი სოლიდური ხარ. მეგნის ბოლო ორი ჩხუბი ჯეკ მეთიუსის წინააღმდეგ და ზელესკის წინააღმდეგ ორმოგებიანი სტრიკი აქვს და მახსოვს მეთიუსთან როგორ გაუძლო პირველ 2 რაუნდს მგონი და მესამეში დააფინიშა, როგორც მახსოვს შევამოწმებ. რომელი რაუნდის? მესამე რაუნდის დარჩოუკი იყო. პირველში თითქმის დაფინიშდა. გააჩერა მსაჯმა, მაგრამ გააგრძელებინა მერე ისევ მეთიუსი მახსოვს პრეტენზიას გამოთქვამდა, თუმცა გააგრძელებინეს და საბოლოოდ დარსით დააფინიშა მესამე რაუნდში. კიდე მახსოვს მაგნის მალოტთან გამარჯვება, ხო, აი აქ 4 ბრძოლის წინ. მალოტიც ძალიან ისეთი კონტენდერია, ახალგაზრდა. კანადაში მიცეს მაგნი, უნდა მოეგო წესით, მაგრამ მაგნი გაუძლო თავიდან ქარიშხალს, რაც მალოტმა მიცა, მალოტმა რო შეუტია და მოკლედ ბოლოს დააფინიშა მალოტი მაგნიმ. ხოლო აქეთ ხარეს ამოსოვ იაროსლავი 28-1 აქვს, ბოლოს წინა ჩხუბი აქვს წაგებული მარტო ჯეისონ ჯექსონთან. მანამდე კი სუმოგებები აქვს, ძირითადად აი ეს ანაკონდა ჩოუკი უყვარს, ძალიან ბევრი მოგება აქვს ანაკონდათი და დარსითაც, ანუ დარსი მეორე მხარეს არის, ანაკონდა მარცხნივ იკვრება და დარსი მარჯვნივ, თითქმის ერთნაირი საბმიშენია და ძალიან კარგად აკეთებს ამას, როგორც ჩანს. ბევრი ჩხუბი არ მაქვს ამოსოვის ნანახი, მაგრამ რაც მაქვს ნანახი, ძალიან მაგარი მოჭიდავეა, ძალიან მაგრა ჭიდაობს და მგონია რომ ამ თავისი ჭიდაობით მაგნის მოუგებს, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება და დიდი ალბათობით მგონია რომ საბმიშენს გაუკეთებს ამ თავის ანაკონდა დარს, რაც უყვარს. იქიდან გამომდინარე რომ მაგნის აქვს ბრძოლები წაგებული საბმიშენით,
დურინიოსთან მახსოვს ბრაზილიაში arm triangle-ით აქ წაგებული და მანამდეც შავკატმა დააფინიშა როგორც მახსოვს გილიოტინით მოუგო და მგონია რომ თუ აი ეს მძიმე ჭიდაობას დაუწყებს ამასოვი რაც თვითონ უყარს მგონია რომ რაღაც მომენტში მაგნი მიცემს კისერს და დააფინიშ მოუგებს ამასოვი გაგუდავს თან იქიდან გამომდინარე რომ მაგნის უყვარს ახალი კონტენდერების ახალგაზრდების დამარცხება ძირითადად ახალგაზრდებს უგებს ხოლმე ხოლო აი ესეთ ვეტერანებთან როგორც დურინიოა და მსგავს ვეტერანებთან აგებს ხოლმე და მგონია რომ ამოსოვი საკმაოდ გამოცდილია და დაამარცხებს მოკლედ მაგნის კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამოსოვი არის დიდი ფეივორიტი ბეტინგის მხრივ ძალიან დიდი ფეივორიტია მოკლედ 1.22 აქვს კოეფიციენტი თუმცა ამოსოვის submissions მტკივნეულით გამარჯვებას აქვს ძალიან კაი კოეფიციენტი და მგონია რომ ძალიან დიდი შანსია ამისი შემდეგი ბრძოლა რაც გვაქვს არის რობერტსონი ლემოსი ქალბატონების დაპირისპირება რობერტსონი არის გრეპლერი ჯუჯიცუს შავი ქამარი ლემოსი კი უფრო სტრაიკერია გვაქვს სტილისტიკური დაპირისპირება და პირდაპირ ვიტყვი რომ აქ მგონია რობერტსონი დაამარცხებს ლემოს აგერ 4 მოგებიანი სტრიკი აქვს რობერტსონს ძალიან კარგად მიდის და მგონია რომ ესე გააგრძელებს სანამ მოკლედ ლემოსი არ მგონია ისეთი მეტოქე ის მეტოქე რომელიც მას გაუჩერებს ამ 4 მოგებიან სტრიქს და წინა ჩხუბებსაც რო ჩავხედოთ ლემოს აქვს ხოლმე სტრაიკინგში თუ იმართება ბრძოლა კარგად გრძნობს თავს საკმაოდ მძიმე ხელები აქვს ქალებისთვის ქალთა ამწონისთვის ნოკაუტებიც აქვს მაგრამ გრეპლერთან უჭირს ხოლმე საკმაოდ უჭირს ხოლმე და მგონია რომ რობერტსონი არ დაუდგება ფეხზე შეაწუხებს თავისი მძიმე ჭიდაობით და დარჩება გამარჯვებული. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, რობერტსონი არის ფეივორიტი. საკმაოდ კარგი კოეფიციენტით, 1.50 კოეფიციენტით არის. და მგონია რომ შეიძლება რობერტსონის აღებაც ბეტინგის მხრივ. შემდეგი ბრძოლა რაც გვაქვს არის გრინი გიბსონის წინააღმდეგ. ბობი გრინი ბრუნდება თავისი ბოლო მარცხიდან, საკმაოდ მძიმე მარცხი განიცადა ბობიმ რუფისთან. spinning wheel kick-ი მოხდა, heel kick-ი, spinning heel kick-ი მოხდა. წლის ნოკაუტი იყო ეს ჩემი აზრით, რაც რუფიმ გაუკეთა. გაითიშა, ეგრევე გათიშული იყო, სახით იწვა ოქტაგონზე ბობი. და 9 თვე აქვს აღებული, ჩემი აზრით საკმაოდ როა იმისთვის რომ ამ ხელა ნოკაუტის მერე დაესვენა. ფიქრობ უნდა დაბრუნდეს. საკმაოდ აღდგენილი ექნება ძალები ეხლა ბობიც ვეტერანია UFC-ს ისევე როგორც მაგნი და ხდება ასევე ბელატორიდან გადმოსულ მებრძოლს ისევე როგორც მაგნი 9-1 აქვს ბალანსი ლენს გიბსონს და როგორც ჩანს საკმაოდ კარგი მეჩაპი იქნება იქიდან გამომდინარე რომ slight underdog-ია ლენსი
და ნახოთ მოკლედ რა იქნება. მე ამ ბრძოლაში ავირჩევ ბობის, ფეივორიტია ბობი ამ ბრძოლაში და ბობის აქვს კოეფიციენტი 1/50. ასე რომ თან ბალიშიკო ბობის ვეტერანია UFC-ის, ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ძალიან ბევრი ბრძოლა მაქვს ბობის ნანახი და ბალიშიკო ვფიქრობ და მგონია რომ ბობი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. შემდეგი ბრძოლა გვაქვს კენედი ენზეჩუკუ მარკუს ბუჩეჩას წინააღმდეგ. კენედი UFC-ის light heavyweight იყო და აგერ უკვე რამდენი ბრძოლაა გარჩესკისთან და ვოლტერ ვოლკერთან უკვე heavyweight-ში აქვს ჩატარებული, ხო, აი აქედან ბარნეტის ჩხუბიდან უკვე heavyweight-ში აქვს ჩატარებული ჩხუბები, heavyweight-ში ავიდა, ძალიან მაღალია სიმაღლეში და light heavyweight-ში როცა ჩხუბობდა, ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა იქ სხვა მებრძოლებთან შედარებით. და ცოტა მოიმატა წონა ეხლა და ავიდა heavyweight-ში და heavyweight-შიც არავის არ ჩამოუვარდება არც ომით და არც წონით. ძალიან დიდი მებრძოლია, აფრიკელია და უყვარს სტრაიკინგი. კენედის ბრძოლებიდან რასაც გამოვარჩევდი მახსოვს ულბერგისთვის აქვს light heavyweight-ში მოგებული ულბერგის დებიუტი იყო კენედი და ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი მის კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა ულბერგთან გამარჯვებაა. იქიდან გამომდინარე რომ ულბერგი სად არის ახლა დიდი ალბათობით ქამარზე იჩხუბებს ულბერგი და ენზეჩუკოს შემდეგ წაგება არ აქვს, მგონი 6 თუ 7 კაციანი winning streak-ი აქვს. ხო, მოკლედ ბუჩეჩაზე რა შეიძლება ვთქვათ, ბუჩეჩა არის ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდა, რომელმაც სულ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო MMA. ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდაა. ADCC-ის ჩემპიონია, ისე როგორც IBJJF-ის heavyweight-ია და მგონი ყველა ცნობილ ჯიუ-ჯიტსუ heavyweight-თან აქვს მატჩი ჩატარებული, აქვს წაგებები, მოგებებიც, მაგრამ ძირითადად მოგებები აქვს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ MMA-ში გადმოვიდა, MMA-ში გადმოსვლის მერე 5-2-ზე აქვს მარცხი, აგერ One Championship-ში აქვს ერთი ჩხუბი წაგებული და ბოლო ჩხუბი ბუდაისთან UFC-ში დებიუტი როცა გააკეთა 3 რაუნდის decision-ით წააგო. მოკლედ ვერ დააფინიშა ბუდაი, თუმცა ბუდაის ამ გამარჯვების მერე იმის მაგივრად რომ ბუჩეჩა გაეშვათ, თვითონ ბუდაი გაუშვეს ორგანიზაციიდან. არ ვიცი რატომ არა, ასე მოხდა. მოკლედ რასველი ამ დაპირისპირებიდან. ჩემი აზრით ამ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ეს ბრძოლა ესე წამიმართება. თუ ბუჩეჩა გაიმარჯვებს, ბუჩეჩა მოუგებს პირველ რაუნდში საბმიშენით, თუ არა და მგონია რომ დაიხლება მერე და უნდა მოუგოს კენედიმ უკვე მეორე მესამე რაუნდში, ბოლო რაუნდებში უნდა შეძლოს და დაამარცხოს ბუჩეჩა იქიდან გამომდინარე რომ თან ძალიან კარგი კარდიო აქვს, ხოლო ბუჩეჩა ვნახეთ წინა ჩხუბში რომ ძალიან დაიღალა უკვე მეორე მესამე რაუნდში ძალიან დაღლილი იყო, ძლივს უნთქავდა, მაინც აკეთებდა, მაინც მუშაობდა, თუმცა ძალიან დაღლილი იყო, თავის 50%-იც არ იყო დარჩენილი, აქედან გამომდინარე, მგონია რომ კენედიმ თუ დაღალა პირველი რაუნდის ქარცეცხლი თუ გადაიტანა, მგონია რომ შეიძლება დაანოკაუტოს კიდევაც მეორე მესამე რაუნდში ბუჩეჩა. ბუჩეჩა ანდერდოგია ამ ჩხუბში და ჩემი პრედიქშენი
მაინც იქნება, მაინც მგონია რომ კენედი გაუძლებს ამ პირველი რაუნდის ქარცეცხლს და ბოლო რაუნდებში უკვე დარჩება გამარჯვებული. შემდეგი ჩხუბი უკვე main event-ია. main event-ში გვაქვს მელკიზიელ კოსტა მორგან შარიეს წინააღმდეგ. ბრაზილიელი მელკიზიელ კოსტა 4 ბრძოლიანი winning streak-ით. ძალიან კაი ჩხუბები აქვს მოგებული. ბოლო აი ეს თუნდაც ფილის submission-ი ძალიან მაგარი მოგებაა, ფილი ძალიან მაგარი ბიჭია. სიროდის სიროთან გამარჯვება, ესე ძალიან მაგარი მოგებაა და ეროსა ყავს დამარცხებული ბოლოს. სტივ გარსიასთან დამარცხდა, ეს ნოკაუტიც მახსოვს, მაგრამ ამის მერე ძალიან შეიცვალა. 2023 წელია ეს ბოლო წაგება და ძალიან განვითარებულია ამ ბოლო 2 წელიწადში, ძალიან მომატებული აქვს და მას ახვედრებენ მორგან შარიეს ფრანგ მებრძოლს. ჩემი აზრით შარიე ძალიან უყვარს UFC-ს, იმიტომ რომ ფრანგი პროსპექტია, ხოლო UFC-ს უნდა საფრანგეთის ბაზარზე გასვლა და ასე ვთქვათ ფრანგი კარგი მებრძოლებს სულ ფუშავენ ხოლმე, წინ წამოწევენ და მგონია რომ შარიეც ძალიან ახალგაზრდა იმედის მომცემი მებრძოლია და ვფიქრობ თუ მან შეძლო ამ ბრძოლის მოგება, კარგი მომავალი ელის. ბოლო ჩხუბი შარიეს აქვს მოგებული ლენდვერთან. მახსოვს ეს ჩხუბი 1-1 იყო, მე მგონი თუ არ ვცდები მესამე რაუნდში მისული მებრძოლებისთვის პირველი მეორე რაუნდი თითო ჰქონდათ მოგებული და მესამეში დააფინიშა და ნოკაუტა ნეით და ტრეინი. მანამდე წაგება აქვს ვუდთან, ახლო ჩხუბი იყო ეგეც, ძალიან ახლო ჩხუბი იყო decision-ით აქვს წაგება და მოკლედ საკმაოდ თანაბარი ბრძოლა იქნება ჩემი აზრით. კოეფიციენტებიც ძალიან თანაბარი აქვს, ერთნაირი კოეფიციენტები აქვს ორივეს. ხოლო ჩემ პროგნოზს რაც შეეხება, მე მაინც კოსტასკენ გადავიხრები, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგად მიდის კოსტა და მგონია რომ შეძლებს და შარიეს დაამარცხებს ამ დაპირისპირებაში. შემდეგი ბრძოლა გვაქვს სეზარი ოლექსეიჩუკი სეზარ ალმეიდას წინააღმდეგ. ეს სეზარი ოლექსეიჩუკი არის პოლონელი, მიხაილ ოლექსეიჩუკის ძმა. დანა ვაიტის კონტენდერ სერიებიდან არის შემოსული და არის სტრაიკერი მებრძოლი. ძირითადად რო ჩავხედოთ 16-3 აქვს და აი ძირითადად სულ პირველი რაუნდის ნოკაუტები აქვს. პირველ რაუნდში აფინიშებს მოკლედ მებრძოლებს და ამ დაპირისპირებაში მგონია რომ პირველი რაუნდს თუ გაცდა ეს ბრძოლა პრობლემები შეექმნება მას. ის მყავს ნანახი ერთხელ ჩემთან იყო დარბაზში მოსული თავის ძმასთან ერთად სავარჯიშოდ და მასთან არ მიჭიდავია, თუმცა მიხაილ ოლექსეიჩუკთან ვიჭიდავე ბოლოს სპარინგების დროს. თუმცა არ გამოირჩევიან ის და მისი ძმა გრეპლინგით და ჭიდაობით, მაგრამ დგომში ორივე ძალიან მაგარი მებრძოლები არიან, ძალიან მაგარი სტრაიკერები არიან, ძალიან მძიმე ხელები აქვთ ორივეს. და ნახოთ მოკლედ რას იზავს იგი სეზარ ალმეიდასთან. მეორე მხარეს ბრაზილიელი მებრძოლი წინათ ხსენებული ალმეიდა, კიკბოქსიორი, კიკბოქსინგიდან წამოსული, სხვათა შორის 3 ბრძოლა აქვს ალექს პერეირასთან ჩატარებული და 1-ში გამარჯვებაც აქვს. ასე რომ ეს მეტყოლებს იმაზე თუ რა დონის მებრძოლია, თუნდაც ერთი გამარჯვებით პერეირასთან.
მეტყოლებს იმაზე თუ რა დონის კიკბოქსიორია ალმეიდა. ალმეიდა 7-1-ზე ბალანსით არის. უკვე ხო 3-4 ჭხუბი აქვს ჩატარებული UFC-ში. ისიც დანა ვაითის კონტენდერების სერიიდან არის. და მას აქვს აი ეს კოპილოვთან decision-ი აქვს წაგებული სპლიტით და მახსოვს ეს ბრძოლა ალმეიდას მივეცი, ჩემი აზრით ალმეიდამ მოიგო და დაუმარცხებელი უნდა იყოს ჩემი აზრით ალმეიდა. მას შემდეგ მაინც ორი გამარჯვება აქვს პოტიერასთან და აბდულრაზაკ ალ-ჰასანი ყავს გათიშვილი ბოლო ჭხუბში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო, 11 თვის წინ აქვს ბოლო ბრძოლა. დასვენებული იქნება ახლა 11 თვის მერე და მოკლედ ჩემი აზრით, ჩემი პრედიქშენი იქნება ესეთი. პირველი რაუნდი ძალიან მაგარი პირველი რაუნდი გვექნება, ჩემი აზრით. ორივე წინწავა. რა თქმა უნდა, დგომში გაიმართება ეს ბრძოლა. შანსი არაა რომელიმე მჭიდაობა დაიწყოს, ჩემი აზრით. მგონია რომ არც ერთი არ დაიწყებს ჭიდაობას აქ და დგომში გამართავენ ბრძოლას. პირველი რაუნდი ცეზარი წინწავა, აი როგორც თავისი სტილი აქვს, გასათიშად წავა. არა მგონია რომ რაც დრო გავა, მით უფრო კარგი იქნება ალმეიდასთვის. ალმეიდა უფრო შემტევი გახდება მომდევნო რაუნდებში და ფიქრობ რომ აი ამ თავისი გამოცდილებით, აი ამ კიკბოქსინგის გამოცდილებით, უამრავი ბრძოლით ფიქრობ რომ ეს ბრძოლა გადაწყვეტილებამდე მივა და 30-28 რაუნდით გაიმარჯვებს ალმეიდა. ხო, კოეფიციენტებს რაც შეეხება, ხო, ანდერდოგი არის ალმეიდა, ჩემდა გასაკვირად. არ ვიცი რას ელოდებიან, უпроსტად არ ვიცი რატომ მისცეს ასეთი დაბალი კოეფიციენტი ოლექსეიჩუკს, ალბათ ნოკაუტს ელოდებიან მისგან, თუმცა მგონია რომ არ არის ეს სწორი, შეუსაბამო კოეფიციენტები აქვს, საკმაოდ დიდი ანდერდოგია ალმეიდა, მგონია რომ სადღაც 70-30-ზე მგონია პროცენტებში ალმეიდას სასარგებლოდ ეს ბრძოლა და მისი 2.45 კოეფიციენტი საკმაოდ მიმზიდველია ჩემთვის. გადავიდეთ შემდეგ ჭხუბზე და მივადექით co-main events. გიგა ნინჯა ჭიკაძე კევინ ვალეხოს წინააღმდეგ. ჩვენი ქართველი გიგა ბრუნდება. ორმარცხიანი fight streak-ი აქვს. გვახსოვს არლონდ ალენთან დამარცხდა გადაწყვეტილებით და ბოლოს ონამასთან წააგო. მგონია რომ გიგასთვის must win fight-ია ეს. მოსაგები აქვს გიგას ეს ჭხუბი. იქიდან გამომდინარე რომ ორი ჭხუბის წაგება ზედიზე და არ არის კარგი. უნდა მოიგოს მოკლედ გიგამ. წონა კარგად ჩააბარეს ორივე მებრძოლმა. გიგა კარგად გრძნობდა თავს, ნახე ვიდეოები. პირისპირ დგომიც მშვენიერი იყო. და მგონია რომ ეს ბრძოლა ფეხზე გაიმართება, 3 რაუნდი იქნება. სტრაიკინგის 3 რაუნდი ვიხილავთ მძიმე სტრაიკინგს. და გიგასთან ფეხზე დგომში მგონია რომ გიგას აბსოლუტურად ყველა მებრძოლთან აქვს შანსი დგომში.
აი წაგებებიც რო ვნახოთ გიგასი, თუნდაც წინა ონამასთან და ალენთან ორივემ ძირს ჩაიყვანა და იქ გააკონტროლა და მაგით აი აუღო ქულები და მაგით დაამარცხა გიგა, თორემ ფეხზე ყველას საერთოდ ყველას პრობლემებს უქმნის გიგა, უმაღლესი დონის კიკბოქსიორია და მგონია რომ აქ ამ დაპირისპირებაში ვალეხოსმა თუ გადაწყვიტა და ფეხზე დაუდგა გიგას, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება და გიგა ან დაიჭერს სადმე head-kick-ით, ან body shot-ით, ან 3 რაუნდი ცემს. გიგას ნათქვამია აქ და მეც ვიცი რომ თავის დაბალ მებრძოლებთან უყვარს ჭუბი, ამ თავის უპირატესობას ძალიან მაგრა იყენებს თავისი გრძელი კიდურებით და ფიქრობ რომ ვალეხოსი სტილისტიკურად გიგასთვის ძალიან მოსახერხებელია. თუმცა უნდა ვთქვა ისიც რომ ვალეხოსი ძალიან მაგარი სტრაიკერია, ძალიან მაგარი ბოქსიორია, ძალიან მაგარი სტილი აქვს ბოქსინგის, ჩვენი ილია თოფურიასნაირი სტილი აქვს, უყვარს ტანში ჰუკები, ტანში და თავში კომბინაციების გაცვლა და ფიქრობ ასე იმუშავებს გიგასთან. ხო, კოეფიციენტებში ვალეხოსი ძალიან დიდი ფეივორიტია. გიგას აქვს 3.35 კოეფიციენტი და რა თქმა უნდა რომ ფიქრობ გიგა გაიმარჯვებს და წელს დაამთავრებს გამარჯვებით. 3.35 კოეფიციენტით გიგა ნინჯა ჭიკაძე decision-ით ეს იქნება ჩემი ოფიციალური prediction-ი ამ ბრძოლის. და მივადექით main events. მანელ კაპე ბრენდონ როივალის წინააღმდეგ. ხუთრაუნდიანი ბრძოლა. flyweight-ის ორი კონტენდერი. როივალი, რომელმაც ბოლო ბრძოლა დათმო ვანთან, fight of the year იყო. წლის ბრძოლა ჩაატარეს, 3 რაუნდი დახოცეს ერთმანეთი. და კაპე, რომელსაც წესით კამარზე უნდა ეჩხუბა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თავისი ტრამვების გამომდინარე ჩხუბებს აგდებს ხოლმე. არ მიცეს, არ აქვს კამარზე და ამ ჩხუბის მოგების შემთხვევაშიც არ აქვს განაღდებული ამის შემდეგ უეჭველი კამარზე ჩხუბი, რადგან ნახეთ იქ რა მოხდა ვანი პანტოჟას ჩხუბში, მაგათ რემატჩი აქვს საჩხუბი ჯერ. ასე რომ კაპე ამ ბრძოლაში ორივეს მოსაგები აქვს ეს ჩხუბი. ორივე არაფერს არ დათმობს, მგონია, ძალიან მაგარი ბრძოლა გვექნება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ჩხუბში დიდად ტეიქდაუნებით თავი არ შეუწუხებია როივალს ვანთან, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო და once თუ დიდად არ ეჭიდავებოდა, მგონია რომ კაპესთანაც არ შეეცდება. თუნდაც რომ შეეცადოს, ვიცით კაპეს ძალიან მაგარი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს. ძალიან მაგრა იცავს თავს გდებებისგან და ძირითადად აი მოჭიდავეებთან ბრძოლები რაც აქვს ძირითადად ძალიან მაგრა ჩხუბობს ხოლმე, ყველაზე კარგად ჩემი აზრით იმ ჩხუბებში გამოიყურება ხოლმე მოჭიდავეების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე დგომში გაიმართება ალბათ ეს ბრძოლა და დგომში კაპე ძალიან მაგარია, ძალიან სწრაფია. ძალიან სწრაფი ხელები აქვს და ძალიან ძიმე და აი ტაიმინგი აქვს, კაპეს ტაიმინგი მომწონს ყველაზე მეტად, ზუსტად იცის სად როდის რა უნდა ჩასვას. და ამ ბრძოლაში მგონია რომ კაპე ნოკაუტით არ მგონია, მაგრამ მგონია რომ
decision-ით გაიმარჯვებს. კაპეს კოეფიციენტი, კაპე არის ფეივორიტი, საკმაოდ დიდი ფეივორიტია. ბუქმეიკერებიც მეთანხმებიან, როგორც ჩანს ჩემ პროგნოზს და კაპეს აქვს 1/30 კოეფიციენტი. მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი UFC-ს ბოლო წლის ბოლო fight night-ი, ბოლო კარდი. და აღსანიშნავია, ისიც უნდა ვთქვა, რომ ESPN-თან თანამშრომლობის ბოლო კარდია და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ისტორიული კარდია მაინც. 7 წლის თანამშრომლობის მერე UFC გადადის Paramount-ზე, ESPN-ს ჩამოშორდება და საკმაოდ ისტორიული კარდია, მოკლედ. ბოლოს მინდა შევეხო ამ კოეფიციენტებზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა და გავაკეთო პატარა ბილეთები. თუ ჩემი წინა ვიდეო ნახეთ, შორტზე ატვირთული, იქ ვამბობ, იქ მაქვს ჩემი სამკაციანი ბილეთი, სადაც ყავს გიგა, ყავს ჯილიან რობერტსონი და კაპე. 7.8 კოეფიციენტი არის და საკმაოდ რეალურია ჩემი აზრით. შეიძლება ამის აღება, შეიძლება გიგას აღება ცეზარ ალმეიდასთან ერთად. იქიდან გამომდინარე ორივე ანდერდოგები არიან. კიდევ ვიტყოდი გიგას აღებას რას ვფიქრობდი? ხო, იაროსლავ ამოსოვის საბმიშენი და გიგა ერთად. ესეც კაი კოეფიციენტია. ხო, მოკლედ ეს სამი ბილეთი იქნება ჩემი ამ კარდის ასე ვთქვათ prediction-ი. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ მოგეწონათ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.